მოგესალმებით ყველას, გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. დღეს განვიხილავთ იოანეს სახარების მე-16 თავს. მე მოკლედ ვახსენებ მე-15 თავში რა მოხდა. მე-13, მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 თავები იოანეს სახარებიდან, ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, არის ყველაფერი ქრისტეს ჯვარცმის წინა საღამოს საუბარი. ეს პასექის საღამო, ხო? პასექი ხომ პარასკევს თენდებოდა პასექი და ხუთშაბათ საღამოს უფალმა ბოლოჯერ ისე რა, ანუ პასექი ბოლოჯერ ჭამა თავის მოწაფეებთან, ნახეთ, სიკვდილის წინ ბოლო დარიგებებს, ბოლო მოძღვრების სიტყვებს ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს. და აი ძალიან საინტერესოა, მე მინდა აი ამაზე გაჩვენოთ ეს, სანამ შევუდგებით ამ თავის განხილვას, ნახეთ, იოანეს სახარება ძალიან საინტერესოდ აქვს აგებული სულიწმინდას. იოანეს ხომ სულიწმინდის შთაგონებით აქვს ეს დაწერილი. ჩვენ ხო თქვით რომ ტაძარი სამი ნაწილისგან შედგებოდაო, ხო? ხო თქვით ეს, ნახეთ, მზის ქვეშ რაც იყო პირველი, სადაც მსხვერპლი წირებოდა მზის ქვეშ, შემდეგ უკვე წმინდა, პირველი ნაწილი ტაძრის და მეორე იყო წმინდათა წმინდა, ხო? აი ამ ტაძარს, აი ამ კარავს არც ფანჯარა ქონდა, არც კარები საიდან შუქი არ შედიოდა, შიგნით იყო ხოლ ღვთის დიდება უნდა გაენათებინა, ამიტომ ოქროთი იყო კედლების უმოჭედილი. ნახეთ, სახარება ზუსტად ესე არის აგებული იოანესი. მე-13 თავამდე უფალი მზის ქვესეთში, ანუ ყველას ელაპარაკება, ყველასთან არის, ხალხში არის, ყველა ხედავს მას. მე-13 თავიდან უკვე უფალი შედის წმინდაში, სადაც მხოლოდ მისი მოწაფეები არიან. საიდუმლო სერობა, როცა იწყება წინა საღამოს, იქ მხოლოდ განწმენდილები არიან, ხო? აი ნახეთ, ჩვენ ვთქვით, რომ აქ საბანელი იდგაო და აუცილებლად განიბანებოდნენ ხოლმე მღვდლები, სანამ წმინდაში შევიდოდნენ. ნახეთ, აი უფალმაც ფეხები რო დაბანა მოწაფეებს, ხომ გახსოვთ ის მომენტი? ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს და ამბობს, რომ თქვენ ყველანი წმინდა განბანილები ხართ, წმინდები ხართ და წმინდაში მყოფება უფალი თავის 11 წმინდა მოწაფესთან ერთად და უკვე მე-17 თავში უკვე შედის უფალი წმინდათა წმინდაში და ვის ელაპარაკება მე-17 თავში? მამა ღმერთს. ის შემდეგი თავი, შემდეგ საუბარზე რომ გვექნება, ეს არის უკვე იესო ქრისტეს საუბარი მამასთან წმინდათა წმინდაში და შემდეგ რა ხდება მე-18 თავიდან უფალი გამოდის წმინდათა წმინდადან და იწირება მსხვერპლად უკვე გოლგოთაზე, რომ უკვე ეს თავისი სისხლი, ნახეთ, ესე ხდებოდა ხოლმე რომ შენდობის დღეს, როცა შესაწირავი იკლებოდა, მღვდელმთავარს წმინდათა წმინდაში შექონდა ეს სისხლი და აქ აპყურებდა ხოლმე ამ სისხლს ერის წოდების გამოსასყიდად, მაგრამ უფალი გამოვიდა, ჯვარს ეცვა გოლგოთას და სისხლის სად შეიტანა უფალმა? ზეცაში. აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა, ავიდა ზეცაში და იქ აიტანა სისხლი ზეციურ ტაძარში. პავლე მოციქული ამბობს ამას მე-9 თავში მოებრაელთა მიმართ ეპისტოლის, რომ იესო ქრისტეო ხელით აშენებულ ტაძარში კი არ შევიდაო, არამედ ზეცაში ავიდაო და ზეცაში აიტანა სამსხვერპლო თავისი წმინდა სამსხვერპლო სისხლი, რომ ჩვენ მისი მორწმუნეები გამოვესყიდეთ იმ პირველ ქმნილი ცოდვისაგან და წევლისაგან. და აი მე-16 თავიც ესე გრძელდება, რომ უფალი მათ უკვე ისერეს და უფალი მიდის მათთან ერთად უკვე გეცამანის ბაღისკენ, სადაც მას შეიპყრობენ შემდეგ და როგორც ჩანს, გზაში, სანამ მივლენ გზაში ელაპარაკება უფალი თავის მოწაფეებს, აი ამას, რასაც ამბობს. და დავიწყოთ მე-16 თავის კითხვა, ნახეთ. თქვენ თუ გაქვთ ტექსტი, მიაყოლეთ თვალი აუცილებლად. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. გამოყრიან სინაგოგებიდან, აჰა მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით მსხვერპლი შესწირა ღმერთს. და ასე მოგექცევიან, იმიტომ რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. და უფალი უკვე მათ ატყობინებს, რომ საშინელი დრო დგება. ძალიან საშიში დრო დგება, მათთვის ძიმე დრო დგება, რადგან ხვალ მან იცის, რომ მეორე დღეს მას მოკლავენ ჯვარზე და ეუბნება, რომ ახლა წინასწარ გაფრთხილებთ, რათა არ დაბრკოლდეთ. მან იცის, რომ
როგორი საშინელი შიში დაეცემა მოციქულებს, რომ მიატოვებენ, გაიფანტებიან, უარყოფენ მას, გაიქცევიან და ეუბნება წინასწარ გეუბნებით, შვილებო, რომ არ დაბრკოლდეთ. სინაგოგებიდან გაყრიან, დევნას დაგიწყებენ იუდეველებს, რადგან იუდეველებისთვის ნახეთ როგორ იყო ჩვენ დღეს რო გვაქვს ეკლესიიდან განკვეთა. ეს ძველი აღთქმის წესია. პირველად 30 დღით განკვეთდნენ ხოლმე სინაგოგიდან მორწმუნეს. ისრაელის ნაწილი, ან კაცი შენ ხო იყავ ებრაელი, იყავი შენ ისრაელის ნაწილი, ხო? ერის ნაწილი იყავ. თუ რამე ისეთ ჩოდვას ჩაიდნენ, ჯერ 30 დღით განკვეთდნენ. მეორედ უკვე განკვეთი უფრო მაღალი სასჯელი იყო, მას განკვეთდნენ განუსაზღვრელი დროით, სანამ გამოსწორდებოდა და მესამე ნაბიჯი იყო ყველაზე ძიმე, სამუდამოდ განკვეთდნენ სინაგოგიდან, ეს ნიშნავდა რომ მოიკვეთა ერჩეულმა ერმა ის ადამიანი, ვინც შესწოდა ღვთისმსახურებაში მძიმე და ეუბნება რომ თქვენ სინაგოგებიდან გამოყრია, გაკვეთენ სინაგოგებიდან და მოვა ისეთი დრო რომ ყველა ვინც თქვენ მოკლავთ ეგონება რომ ღმერთს ემსახურება ამით. ღმერთს შესწირა მსხვერპლი, ვინც ქრისტეს მორწმუნეს მოკლავს და ასე იმიტომ გააკეთებენ რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. მე თქვენ ადრეც გითხარით და მინდა კიდევ გავიმეორო რომ ჩვენ რომ გავიგოთ რას რატომ ამობს უფალი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ აუცილებლად იმ დროინდელი აზროვნება. აი იმ დროინდელი ეს იუდაური აზროვნება, რაბინული აზროვნება, იმიტომ რომ რაბინები ხო იყვნენ მათი მასწავლებლები და ეს ყველაფერი მოცემულია თალმუდში. აი მე მინდა ძალიან საინტერესო ადგილი გავშვათ, ნახეთ, ყველას ეგონებაო რომ ღმერთს ემსახურება თქვენ თუ მოკლავთო, ხო? ეუბნება უფალი. აი ასეთი ტრაქტატია, ეს თალმუდი მაქვს მე ხელში, ტრაქტატია სანჰედრინ ქვია ამ ტრაქტატს, მე-9 თავის მე-6 მუხლია წერია, ნახეთ, მე თქვენთვის ვთარგმნე ეს. თუ ვინმე ტაძრიდან თასს მოიპარავს, ან თუ ვინმე ღმერთის სახელს შეურაცხყოფს, ან თუ ვინმე არამელ ქალს შეუერთდებაო, ასეთი კაცის მოკვლის უფლება აქვთ მოშურნეებს. თალმუდი ამბობს. ეს ამას წმინდა წერილი კი არ ამბობს ამ შემთხვევაში, ამბობს თალმუდი, რაბინები ასე არიგებდნენ მათ. თუ ვინმე მღვდელი უწმინდურად აღასრულებს ტაძრის მსახურებას, ის სასამართლოს წინაშე კი არ უნდა მიიყვანონ მისმა ძმებმა, არამედ გაიყვანონ ტაძრის გარეთ და დაუსხვრიონ თავი შეშის ნაჭრით. აი ეს სასტიკი კანონები იყო გარკვეულწილად. თუ ვინმე თავხედი, ანუ არამღვდელი, თვითნებურად შევა ტაძარში და აღასრულებს ღვთისმსახურებასო, აი რაბინები ამბობდნენ. მაშინ ის როგორც რაბი აქიბა ამბობს, უნდა ჩამოხრჩობით მოკლან და როგორც ბრძენი ამბობენ, ეს ზეციური განგებულებით აღსრულდება მისი სიკვდილი. ანუ თუ ვინმე არაწმინდად მოიქცევა ტაძარშიო და მოკლავენო მას, ეს ზეციური განგებულებაო, რასაც უფალი ამბობს. მათ ეგონებათო რომ ღმერთს ემსახურებიან თქვენი მოკლით, იმიტომ უფალმა იცის მათი აზროვნება. თუმცა ზედმიწევნად იცის უფალმა მათი რაბინები რას ამბობენ და ეუბნება რომ თქვენს როცა მოკლავენ ეგონებათ რომ ღმერთს წირავენ მსხვერპლს. ასევე ნახეთ, აი მე ტაძარის მაკეტი მაქვს. იერუსალიმის ტაძარი აი ესე გამოიყურებოდა, ნახეთ. აი დაახლოებით აი აქ და აი აქ იყო ღობე. აი აქ. რომლის გადასვლაც შეეძლო მხოლოდ იუდეველებს. ესმით? აი ამ ტაძარში ასვლა შეეძლო წარმართებსაც, სხვა ხალხებს, ბერძნებს, არაიუდეველებს, მაგრამ აი ამის აქეთ 500 ელე ერქვა, 500 ელეს კვადრატი ერქვა ამას. ტაძარი რასაც წარმოადგენდა, ამის სიკით გადასვლის უფლება არავის არ ქონდა. და აი აქ იდგა გამაფრთხილებელი წითელი წარწერები, ლათინურად და რომაულად, რომ ვინც ამას გადაცდება ამ ღობეს, სიკვდილი ელის იქვე. იქვე ელის სიკვდილი. და რომაელები, ახო, ნახეთ აი ეს რომაელების სათვალთვალო კოშკი იყო, აქ კოშკი ანტონია, აქ იყო გარნიზონი რომაული. და აი ამას რომაელები თვალს ხუჭავდნენ რომაელები ამაზე. რომც მოეკლათ ებრაელებს ვინმე, ვინც ამ ღობეს გადავიდოდა, თქვა ვინმე წარმართი, ბერძენი ან სხვა ვინმე. იქ შეეძლოთ იქვე მოეკლათ და რომაელები ამაზე თვალს ხუჭავდნენ, იმიტომ რომ რომის იმპერიაში იუდაიზმს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა. ებრაელებს და მათ სარწმუნოებას რაღაც განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა და შეღავათები ჰქონდათ ებრაელებს
ასე იყო რატომღაც და ამაზეც აი ამ კვლელობაზეც თვალს ხუჭავდნენ და ჩვენ შემდეგ ხედავთ ამას აშკარად პავლე მოციქული აი ტაძარში შეიყრობენ მოციქულთა საქმეშია ტაძარში შეიპყრობენ პავლე მოციქულს და აქვე უნდათ მისი მოკლა რატომ იმიტომ რომ ამანო წარმართი შეიყვანაო ტაძარშიო მოციქულთა საქმეშია რომ მოეჩვენათო მათო რომ ვიღაცაო წარმართე ბერძნები შეიყვანა ტაძარშიო და პავლე გამოათრიეს აი აქედანო და აქვე უნდათ მისი ჩაქოლვა და გარნიზონში რომ გაიგეს მოვარდნენ რომაელები და პავლე გამოსტაცეს ხელიდან რომ არ მოეკლა ასევე ჩვენ ხედავთ აი ამას აი ამ წინასწარ ნახეთ აქ ხო ქრისტე წინასწარ მეტყველებს რომ თქვენი მკვლელს ყველას ეგონება რომ ღმერთ შესწირა მსხვერპლიო ჩვენ ამას ხედავთ ნახეთ ძალიან საინტერესო ადგილია პავლე მოციქულთა საქმეში რომ თავად პავლე მოციქული იყო ვინ ქრისტიანების მდევნელი თვითონ სანამ მოიქცეოდა პავლე სანამ პავლეს ღმერთი გამოეცხადა ქრისტე გამოეცხადებოდა თავად პავლე აკეთებდა მას მოციქულთა საქმის მეშვიდე თავში ჩვენ ხო ვიცით დიაკონ სტეფანეს რომ ჩაქოლავენ რაწერია და პავლესო ახალგაზრდა ჭაბუკი პავლე იდგაო იქო სავლე უბრალოდ საული ერქვა შაული ერქვა მანამდე მას და იქვე იდგა პავლე და უყურებდა როგორ ჩაქოლეს სტეფანე და ტანსაცმელი იმათმაო ვინც კლავდა სტეფანეს პავლეს ფეხებთან დააწყვესო და პავლე დარაჯობდა იმ ტანსაცმელს და მოსწონდა იწონებდა იმას რასაც აკეთებდა შემდეგ თვითონ პავლე ამბობს რომ ნახეთ აი ეს ადგილი მინდა წაგიკითხოთ ეს არის პავლეს სიტყვები მე თავადაც მეგონა ამბობს პავლე მოციქული რომ ყოველნაირად წინ უნდა აღდგომოდი იესო ნაზარეველის სახელს პავლე აღიარებს ნახეთ 4-5 ადგილას პავლე მოციქულთა საქმეში და სხვა ეპისტოლეებში ბევრჯერ იმეორებს პავლე ამას გესმით აი ადამიანი რამეს ცუც რო ჩაიდენს იმის გახსენება ხომ არ უნდა აი მით უმეტეს ქრისტიანები რო ქრისტიანების დევნა რო გაქვს ჩადენილი შენ იმის ხსენება ხო არ გინდა ხომ რომ ცუდი საქმეა პავლე პირიქით აკეთებს ბევრ ადგილას ახსენებს რომ მე ვიყავი მდევნელი მე ვიყავი ქრისტიანების მტერი სანამ უფალი გაუმეცხადებოდა და მოვეგებოდი გონს ნახეთ რას ამბობს მე თავადაც მეგონა რომ ყოველნაირად წინ უნდა აღდგომოდი იესო ნაზარეველის სახელს ასე ვიქცეოდი იერუსალიმში მღვდელმთავართაგან უფლება მოსილმა მრავალი წმინდანი ჩავყარე საპყრობილეში და როცა მათ ხოცავდნენ ვეთანხმებოდი მათ ამბობს პავლე მოციქული და შემდეგ ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვაწამებდი მათ აი სინაგოგებიდან გაყრიანო ხო წერს ხო ამბობს უფალი სინაგოგებში მრავალგზის ვაწამებდი მათ და ვაიძულებდი ეგმოთ და გამძინვარებული დევნიდი მათ ვიდრე უცხო ქალაქებამდე ქრისტიანებს ამბობს მაგრამ შემდეგ აქვე პავლე აგრძელებს და ამბობს რომ ეს იმ დრომდე სანამ დამასკოს გზაზე არ ვიხილე ნათელი რომელმაც დამაბრმავა მას გამოეცხადა იესო ქრისტე და ნათელს ხედავს და ისეთი ნათელია რომ დაბრმავდა ვერაფერს ვეღარ ხედავს პავლე და ხმა ესმის ამ ნათლიდან საულ რად მდევნი მე ეუბნება გაგიჭირდება დეზის ჩაწიხვა აი დეზი ხო წარმოგიდგენთ ეკალია ხო დეზი დეზზე ფეხის ტყმა გაგიჭირდება ეუბნება ღმერთს როგორ უნდა ებრძოლო ეუბნება ნათლიდან ხმა და პავლემ ამბობს მე ვთქვი ვინ ახარ უფალო ხედავს ამ ნათელს და უთხრა მან მე ვარ იესო რომელსაც შენს დევნი მაგრამ ადექი ფეხზე დადექი ვინაიდან ამისთვის მოგევლინე რათა დაგადგინო შენი მის მოწმედ და მსახურად რაც ვიხილე და რასაც გამოგიცხადებ ნახეთ ქრისტე უნება რომ ადექი მკვდარი ხარ შენ უწმუნოებაში მკვდარი ხარ ადექი მე უნდა დაგაყენო ფეხზე და ჩემი მოწმე უნდა ყველაფერი იმისთვის იყო რაცაც გამოგიცხადებ შემდეგ ნახეთ ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ეს ძალიან საინტერესო ადგილია ისევ პავლე ამბობს მე რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი მდევნელი და მაგინებელი მაგრამ შეწყალებულ ვიქმენ რადგან ასე ვიქცეოდი უმეცრებით ურწმუნოების გამო პავლე ახსარებასავით გვიტოვებს შეიძლება ეს დაკეტო ახლა ახსარებასავით გვიტოვებს პავლე რომ უმეცრებით ვაკეთებდი ამას და ურწმუნოებით და ამიტომ შემიწყალა მე ღმერთმა გესმით აი ღმერთის მოწყალება ჩანს ამაში
რომ რადგან არ ვიცოდი, ღმერთმა შემიწყალა და მომაქციაო. მაგრამ ნახეთ კიდევ რას ამბობს, მაგრამ იმიტომ ვიქმენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჩემი სახით პირველად ეჩვენებინა მთელი დიდსულოვნება, რათა ნიმუში ვყოფილიყავი მათთვის, რომელიც შემდეგ არწმუნებენ მის საუკუნო სიცოცხლისათვის. ნახეთ? იმიტომ გადამარჩინა მომაქცია ღმერთმაო, რომ მეო ნიმუში უნდა ვყოფილიყავი რისიო? ღმერთის დიდსულოვნებისო. ჩვენ ხომ ხანდახან გონია ხომ რომ აი ცოდვა თუ ჩავიდინე გამანადგურებს ღმერთი, ხო გონია ხომ ეს? არა. თუ უმეცრებით, უცოდინრობით აკეთებ ამას, იმიტომ რომ გონია რომ ესაა სწორი ღვთის წინაშე, ღმერთი არ დაგჯის, პირიქით ღმერთი მოგაქცევს. ნათელს დაგანახებს რომ მაგალითი იყო ღმერთის დიდსულოვნების. ნახეთ? და აი პავლეზე ახსოვდა ეს, რასაც უფალი ამბობს და მესამე მუხლი არის ძალიან საინტერესო, მე მინდა რომ დღეს ამ თავში ყველაზე მეტად აი ამ მუხლზე ვილაპარაკოთ. და ასე მოგექცევიან, იმიტომ რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. ანუ იუდეველებზე ამბობს რომ ასე იმიტომ დაგიწყებენ თემას რომ ვერც მამა ღმერთი იცნეს და ვერც ძე ღმერთი იცნეს. მე მინდა ამაზე ცოტა ექსკურსი გავაკეთოთ, აი რას ნიშნავს ეს მამა ღმერთი და ძე ღმერთი. იუდეველებს ხომ ძე ღმერთი არ სწამთ. ხომ ასე? ეს ძველი აღთქმა, ბიბლიის პირველი ნაწილი. ღმერთს რა ქვია იქ? მამა ღმერთია ისრაელი, მაგრამ იუდეველებმა ძე არ მიიღეს, ძე ღმერთი. და ამიტომ ქრისტე ამბობს რომ იმიტომ რომ მათ ძე ვერ მიიღეს და არ მიიღეს, აღარც მამა ჰყავთ, ვერც მამა იცნეს და ვერც ძე. ნახეთ, იოანე მოციქული შემდეგ ამბობს რომ მამის და ძის უარყოფა არის რა? ანტიქრისტეს ნიშანი. ნახეთ როგორ ამბობს? ყრმანო ბოლო ჟამია, შვილებო, ბოლო ჟამია, ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. და როგორც გსმენიათ რომ ანტიქრისტე მოვა, აც უკვე მოვიდა მრავალი ანტიქრისტე, საიდანაც ვიგებთ რომ უკანასკნელი ჟამია. უკვე მოსულია ბევრი ანტიქრისტე, დღესაც ბევრი ანტიქრისტეა სოფლიოში. იმიტომ კი არ მოგწერეთ რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ რომ იცით, ისიც გესმით რომ არც ერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის. ვინაა ცრუ თუ არა ის, ვინც უარყოფს რომ იესო არის ქრისტე. ესაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი. ვინც უარყოფს რომ იეშუა, ანუ ის იესო ქრისტე არის მაშიახი, ანუ იესო არის ქრისტე, მესია, ის არის ანტიქრისტე და ის არის მამის და ძის უარმყოფელი. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს და ვინც აღიარებს ძეს, მას მამაც ჰყავს. გესმით, ამათ იუდეველებს ეუბნება პირველ რიგში, რომ შეუძლებელია თქვენ მამა ღმერთი გწამდეთ და ძე ღმერთი არ გწამდეთ. ვინც ამას ამბობს, ის არის ანტიქრისტე. მე მინდა გაჩვენოთ რამოდენიმე ადგილი, ციტატი ძველი აღთქმიდან ღმერთი როგორ განეცხადა ისრაელს ძველ აღთქმაში. ნახეთ, ღმერთში ძველ აღთქმაშივე ჩანს რომ არის რამდენიმე პირი. ჩვენ ხო ვამბობთ რომ ღმერთში არის სამი პირი, ყოვლადწმინდა სამება, ხო, მამა, ძე და სულიწმინდა. ჩვენ ხანდახან ბრალს გვდებენ ქრისტიანებს რომ თქვენ მოიგონეთო ეგო. ეგ ქრისტიანების ფანტაზიის ნაყოფია ყოვლადწმინდა სამება. ტყუილია. ძველ აღთქმაში უკვე ჩანს რომ ღმერთში არის სამი პირი, რამდენიმე პირი, ანუ სამი ადგილებს გაჩვენეთ. მაგალითად, დაბადების ბიბლიის პირველი წიგნი დაბადება. როცა ღმერთი ქმნის ადამიანს, რას ამბობს? ებრაულ ორიგინალში ასე წერია. ებრაულში, ბიბლია ხო ებრაულია? თქვა ღმერთმა, გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად. თუმცა ამბობს ჩემს ხატად და მსგავსად. რომ ჩვენს, იმიტომ რომ რამდენიმე პირია ღმერთში და ამბობს ჩვენს ხატად და მსგავსად გავაჩინოთ ადამიანი. მეორე ადგილი, ნახეთ, ეს არის მესამე თავის 22 მუხლი პირველი წიგნის დაბადების მესამე თავის. აჰა თქვა ღმერთმა, როცა ადამმა შესწოდა უკვე, ედემის ბაღში შესწოდნენ ადამა და ევამ და ღმერთმა თქვა, აჰა გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი.
გახდა ადამიანი როგორც ჩემნაირი კი არ ამობს, როგორც ერთი ჩვენთაგანი სამების სამ პირზე ლაპარაკობს. შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. შემდეგ ბაბილონის გოდოლი გახსოვთ, ბაბილონის გოდლის აშენება რომ მოინდომეს და თქვას რომ ზეცაც მიწვდეთო, ამბობს ღმერთი. მოდით ჩავიდეთ და აურიოთ მათ ენანი. მრავლობითში ამბობს. ჩავალ და აურევ კი არა, ზოგ თარგმანში შეცდომა, დიდი შეცდომა, აი ახლა ამ ახალ თარგმანში შეცდომა რომ ჩავალ და აურევ, არა, ებრაულში წერია მოდით ჩავიდეთ და ძველ ქართულში გიორგი მთაწმინდელს წერია გარდავხდეთ და ჩავიდეთ. გარდამოხდეთ და ჩავიდეთ და აურიოთ ენანი. ანუ მრავლობითში ლაპარაკობს ღმერთი თავის თავზე. ნახეთ? ასევე ბაბილონის გოდოლის ამბავზე წერია რომ უფალი ჩამოვიდა რომ ენახა ქალაქი და გოდოლი რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. ღმერთიდან ერთი პირი, ძველ აღთქმაში ეს ძალიან ბევრ ადგილას გვხვდება რომ ღმერთი ჩამოდის მიწაზე და ისევ ადის. ნახეთ, ჩამოვიდა ღმერთი რომ ენახა ბაბილონის გოდოლი. ასევე გახსოვთ სოდომის და გომორის განადგურების ამბავი, სადაც აღწერილია პირველ წიგნში. ნახეთ, გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხასთან აბრაამს. როცა კარვის პირა სიჯდა დიდ პაფანაკებაში და როგორ ეცხადება აბრაამს ღმერთი, აი სოდომი და გომორის დაქცევის დროს. უფალია, სამი ანგელოზი, სამი მგზავრის სახით არის და ესე ხდება. აბრაამი მათ უმასპინძლებს და შემდეგ წერია რომ ადგნენო ორი ანგელოზი ადგაო და წავიდა და სოდომის და გომორისკენო და აბრაამი კი უფლის წინაშე იდგაო. ანუ ის ერთი ვინც დარჩა, ის არის უფალი. გესმით? სამება კი არ არის იქ. წერია რომ წავიდნენ ორი ანგელოზი, რომელიც შემდეგ სოდომში და გომორში შევლენ და იქ იცით თქვენის ამბავი რომ გაუპატიურებას დაუპირებენ მათ რაღაცა და ის ერთი ვინც დარჩა და აბრაამს რიც ელაპარაკება, წერია აბრაამი კი უფლის წინაშე იდგა და უფალმა თქვაო, როგორ დაუმალო ჩემს მორჩილ აბრაამს, რასაც ვაპირებ სოდომში და გომორში. გესმით? ანუ ჩვენ ხედავთ ძველ აღთქმაში რომ ღმერთი ჩამოდის ზეციდან და ისევ ადის. ადამიანებთან ურთიერთობს ღმერთი სამების ერთი ჰიპოსტასის მეშვეობით. რომელია ეს? ძეღმერთი. ძველ აღთქმაშივე ჩვენ ხედავთ რომ ძეღმერთი ჩამოდის, მას უფლის ანგელოზი ჰქვია. ფნუელი, ებრაულში ესე ფნუელი ან ფანუელი, ესე არის ნახსენების და ეს იყო აბსოლუტურად იდუმალი ფიგურა ებრაელებისთვისაც კი. ეს უფლის ანგელოზი ვინ არის? აბსოლუტურად დუმალებით მოცული იყო. მაგრამ ის იყო ძეღმერთი, სამების მეორე ჰიპოსტასი, რომელიც ძველ აღთქმაშივე ჩამოდის და ადის ზეცაში. ნახეთ? ეს ზაქარიადან მინდა წაიკითხოთ კიდე ერთი ადგილი, მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით. კიდევ ერთი ადგილი, ნახეთ, 54 ფსალმუნი, ეს ბევრმა იცით თქვენ. 54 ფსალმუნი. რა საინტერესო ადგილია, შეხედეთ, მოусმინეთ კარგად. საყდარი შენი ღმერთო, ანუ საყდარი ტახტი. ტახტი შენი ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კვერთხი განგებისა და კვერთხი სუფევისა შენისა. შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უჯულოება. ამიტომ ნახეთ, როგორ იწყება? დააკვირდით როგორ იწყება? ტახტი შენი ღმერთო, ხო? ანუ ვის მიმართავს? ღმერთს. საყდარი შენი ღმერთო, ხო? მოიძულე სიმართლე და შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უჯულოება. და შემდეგ გრძელდება. ამისთვის გცხო შენ ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყასდა შენთან. ამისთვის გცხო შენ ღმერთმა საცხებელი. ანუ ღმერთს ეუბნება რომ ღმერთმა. ანუ რაზეა ლაპარაკი, გესმით? რომ ძე ღმერთს სხო მამა ღმერთმა როცა ის განკაცდა. ეს თვითონ ებრაელებისთვისაც ძველ აღთქმაში აბსოლუტურად გაუგებარი ადგილი იყო. როგორ რანერჩება ღმერთს სხო ღმერთმა. ხო ხდები, ხო დაინახეთ ეს ორი. ასევე ნახეთ 109 ფსალმუნი. სადაც ამას თვითონ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს იმოწმებს, როცა ებრაელებს ეკამათება და ეუბნება რომ გამეცით პასუხი დავითი ვიზი ამბობს და უთხრა უფალმა უფალსა ჩემსა დაჯექი ჩემს მარჯვნივ. ვიზე ლაპარაკობსო ქრისტე ეუბნება
დავითის ძეზეო, თუ დავითის შვილიაო და შთამომავალეო, ღმერთი როგორ ეუნება, დავითი როგორ უწოდებს მას უფალსო, გესმით? აი განკაცება ღმერთის აი ესე ძველ აღთქმაში უკვე ნაწინასწარმეტყველებია და ნაჩვენი. ამიტომაც ამბობს ქრისტე რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე რაც უნდა ეცნოთ სინამდვილეში. ნახეთ, ღმერთს ბევრი სახელი ღმერთს რას უწოდებდნენ ებრაელები, ხო? იაჰვე იყო ღმერთის სახელი, ხო? ეს 400-ით დაწერილი. იაჰვეს ეხა მე ვამბობ ასეთო რომ ისინი ებრაელები ამას არც ამბობდნენ. ხო? ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ ამბობდნენ. აი ესაა პრობლემა. ისინი დალოცვის დროს გვდელი თავარი რომ გამოვიდოდა ლოცავდა ერს, ის კი ამბობდა სახელს I H V H ასე ეწერა. ის ამბობდა ამ სახელს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ ამბობდა. ყველაზე სავარაუდოა რომ იაჰვეს ამბობდა. იაჰვე ერქვა, მერე მის შემცვლელი სახელები იყო ბევრი, ცა, სასუფეველი, ღვთისამეფო, ხო? სიტყვა, მემრა, ადონაი ამბობდნენ, შემცვლელი სახელები, რომ მისი სახელი არ ეხსენებინათ. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი სახელი ღმერთის რა იყო? მამა, ესე მიმართავდა ისრაელი ღმერთს. აი, მე ადგილების შემიძლია გაჩვენო, მაგალითად, რჯული. მეორე რჯულის, ანუ მოსეს თორადან, მოსეს მეხუთე წიგლიდან, 32 თავის მე-6 მუხლი. ამას მიუძღავთ უფალს, აი მოსე აფრთხილებს ისრაელს, რომ თქვენ თუ უღალატებთო, იცოდეთო, დაეჯებითო და ეუნება. ამას მიუძღავთ უფალს, ბრიყო და უგუნურო ხალხო, ის ხომ მამა შენი გამჩენი, ხომ მან შექმნა და დაგამყარა. ღმერთი მამა შენი. ნახეთ? ესაია წინასწარმეტყველთან, ნახეთ? ისრაელი მიმართავს ღმერთს. ეს ხო ამას ხომ მოსე ამბობდა? აქ უკვე ისრაელი მიმართავს ღმერთს. შენ ხარ ჩვენი მამა. რადგან აბრაამმა არ უწყის ჩვენი თავი და ისრაელი არ აღწნობს ჩვენ. შენ უფალი ხარ ჩვენი მამა, ჩვენი გამომსყიდველი, შენი სახელი უკუნითიდან. ანუ მამა ღმერთი ისრაელის. შემდეგ იერემია წინასწარმეტყველთან. ნახეთ? ღმერთი ეუნება, ახლა ღმერთი ეუნება ისრაელს. ისრაელმა უღალატა იერემიას დროს, ის დრო როცა ისრაელმა უღალატა ღმერთს და მას უკვე ბაბილონის ტყვეობა ემუქრება და ღმერთი ეუბნება ისრაელს. წეღან არისო, რომ მეძახდი, მამა ჩემო, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარო? ღმერთი ამბობს, რომ შენ მამა ჩემს მიწოდებ მე. შემდეგ კიდევ ეუბნება იერემიასთან, თქვი, როგორ ჩაგთვალო ჩემს შვილებად და მოგცე სანატრელი ქვეყანა, ხალხთა სამკვიდრო, შვენიერზე მშვენიერი, თქვი, მამას დამიძახებ და აღარ გამობრუნდებით ჩემგან. ანუ უკვე ღმერთი ეუბნება, რომ შვილები როგორ გიწოდოთ? მამას კი მიწოდებთ თქვენ, მაგრამ შვილები როგორ გიწოდოთ ამ ხელა ღალატის შემდეგ? შემდეგ ღმერთი ამბობს ისევ, ტირილი წამოვლენ და მეც ნუგეშინისცემით წარუძღვები წყლის პირებზე, ვატარებ სწორი გზებით, არ წაიფორხილებე, რადგან ისრაელის მამა ვარ მე და ეფრემი ჩემი პირმშოა. ეფრემი მეორე სახელი იყო ისრაელის. მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. ეს უკვე მეორე მეფეთა წიგნში სოლომონზე ამბობს. სოლომონი ხო ისრაელის სიმბოლოა, სოლომონ მეფე, დავითი, რომელმაც ტაძარი ააგო, ხო? და ამბობს ღმერთი, რომ ის შვილი იქნება და მე მამა ვიქნები მისთვის. ნახეთ? და მამას რომ ყავდა ძე, ეს სადმე ჩანს თუ არა ძველ აღთქმაში. აი, ეს არის საინტერესო. ახლა გავიგეთ რომ მამას ძეს, ანუ გავიგეთ რომ ღმერთში რამდენიმე პირია, ხო? ეს გავიგეთ. გავიგეთ რომ ღმერთს მამას უწოდებდა ისრაელი. ახლა სადმე თუ არის ნახსენები რომ მამას ყავს ძე, როგორ გონია? იგავების წიგნში, ხო? აი, მოგეთ წავიკითხოთ ის ადგილები, რატო აი მე ის თქმა მე ის დანახვება მინდა თქვენთვის იცით რომ აი რატომ ამბობს უფალი რომ ვერც მამა იცნეს და ვერც ძეო. აი ეს ადგილები მინდა გაჩვენოთ რომ უფალი მაგაფაქტურად საყვედურობს მათ ამ ხელს რომ თქვენთან დაწერილია ეს იცით მაგრამ ვერც მამა იცნეს და ვერც ძე. ნახეთ? მამის ძე ძველ აღთქმაში. ნახეთ ისრაელზე ამბობს პირველი ძეს ვისაც უწოდებს ის ღმერთი არის ისრაელი. და ამბობს ესეთ რამეს. ეს არის ოსია წინასწარმეტყველთან, როცა ყრმა იყო ისრაელი, მიყვარდა იგი
და ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე. ანუ ისრაელს თვლის თავის ძედ ღმერთი. იესაია წინასწარ მეტყველთან წერია. ჩემი მორჩილი ხარ ისრაელ. ნახეთ, ჩემი მორჩილი ხარ ისრაელ. შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას. ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად, რომ თავისკენ მოაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს. ნახეთ რა ხდება? ისრაელს ხო უწოდებს თავის ძეს. მაგრამ როცა იესო ქრისტეზე წინასწარ მეტყველებს ძველი აღთქმა, იესო ქრისტესაც უწოდებს ისრაელს. აი ეს რა მინდა რომ დაინახოთ თქვენ. ისრაელი იყო მისი ძე, მაგრამ იესაია წინასწარ მეტყველებს, რომ ქრისტეს მოსვლას და ამბობს, ღმერთი ამბობს, ჩემი მორჩილი ხარ ისრაელ, დედის მუცელშივე მე გამოგსახე შენ. ისრაელი როგორ უნდა გამოსახოს ღმერთმა დედის მუცელში? ანუ ერთზეა ლაპარაკი, ხო? მესიაზეა ლაპარაკი. და მას მესიას, რომელიც დედის მუცელში გამოსახა ღმერთმა, უწოდებს ჩემი მორჩილი ხარ ისრაელ. ანუ იესო ქრისტე არის ახალი ისრაელი. ისრაელმა კი უღალატა ღმერთს და დაარღვია მისი მცნებები, გადავიდა მის მცნებას, მაგრამ ახალი ისრაელი, ანუ იესო ქრისტე, არ უღალატებს ღმერთს. და ნახეთ რას ამბობს, ცოტა ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად, ხალხების ნათლად გახდი რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემ და მიაღწიოს. ანუ ნახეთ რა შეასაქმე, რომ მორჩილი მისი ახალი ისრაელი არის ძე, ასევე მისი ძე იესო ქრისტე. ნახეთ, წინასწარ მეტყველება კიდე იმაზე, რომ მამას ყავს ძე. სად არის? დაბადების წიგნის 22 თავში, როდესაც აბრაამის წირავს მსხვერპლს. ვინ არის ის მსხვერპლი? ისააკი. და მამას მიყავს მორიას მთაზე, რომელიც იერუსალიმია, მორიას მთა და მამამ უნდა შესწიროს მსხვერპლი ღმერთს. ნახეთ, ჩანს უკვე რომ მამა და ძე, მამას წირავს მსხვერპლად ძეს. შემდეგ იოსების ამბავი გახსოვთ? იოსები ვინ იყო? იოსები იყო აბრაამის შვილიშვილის იაკობის შვილი იოსები. და ყველაზე მეტად უყვარდა იოსები მამასო და იოსები ისევე როგორც იესო ქრისტე გაყიდეს ძმებმა მონად და იქ ამაღლა. იგავთა 30 თავში ღმერთი ამბობს, ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა. ნახეთ, როცა ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა. ჩვენ ხო ვთქვით რომ ღმერთი ჩამოდიოდა და ადიოდა ზეცაში, ხო? რამე გაფუჭებულია რამე? ჩვენ ხო ვამბობთ რომ ღმერთი ადიოდა ზეცაში და ჩამოდიოდა, ხო? ნახეთ, იგავთა წიგნში წერია. ეს არის სოლომონის წიგნი, ეს არის სოლომონ მეფის იგავთა წიგნი. ვინ ავიდა ზეცაში და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ქვია? იციეს? პირდაპირ ისმება კითხვა. მის ძეს რა ქვია? იციეს? იგავთა 30 თავი. ხვდებით? ამიტომ აი ეს მამის და ძის მოტივი ნაწინასწარ მეტყველებია ძველ აღთქმაში, აშკარად ნათქვამია, ამიტომაც ქრისტე ეუბნება, რომ თქვენ ვერც მამა იცანით და ვერც ძე. და კიდევ ერთი ადგილი, რომელიც აუცილებლად მინდა თქვენთვის მენახებინა, ასევე დარჩენილი იყო ამ ჩანაწერში, ზაქარია წინასწარ მეტყველის მეორე თავია ეს. ნახეთ, აი რა საინტერესოა, ჩვენ ხო ის ნახეთ, რომ ღმერთმა სხო ღმერთს. ხო ნახეთ ეს. ასევე ასევე ზაქარიასთან არის ესეთი ადგილი. ასე ამბობს საბაოთ უფალი. საბაოთ უფალი არის ღმერთის სახე. დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან. ანუ საბაოთ უფალი ამბობს, ღმერთი ამბობს, დიდების შემდეგ, ღვთაებრივი დიდების შემდეგ გამაგზავნის ხალხებთან, რომელიც გძარცვავენ შენ. რადგან შენი შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია. ისრაელთან მიდის საბაოთ უფალი. აჰა მოუქნევ ხელს მათი ყმების ნადავლად იქცევიან და მიხვდებიან რომ
საბაოთ უფალმა გამომგზავნა. გადავ? საბაოთ უფალი ამბობს, რომ გამგზავნის და მიხვდებიან, რომ საბაოთ უფალმა გამომგზავნა. ანუ საბაოთ უფალი გზავნის საბაოთ უფალს. ხედავთ? ეს ყველაფერი ძველ აღთქმაში ნათქვამია და უფალი ამხილებს მათ, აყვედრის მათ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც ძე. და გავაგზავნოთ ისევ სახარებაში, მაგრამ გითხარით ეს, რათა თქვენ როცა მოვა ეს დრო, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით. თავიდანვე კი არ მithქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი. უფალი წინასწარ აფრთხილებს, რომ სანამ ჩემთან იყავით, არაფერი საშიშროება თქვენ არ გემუქრებოდათ, ახლა მე მივდივარ თქვენგან, ახლა კი ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო, მაგრამ ეს რომ გითხარით, წუხარებით აივსო თქვენი გული. ნახეთ, უფალი ამბობს, რომ მივდივარ და იმას კი არ მეკითხებით, სად მიდიხარო, აი ეს შიშით და წუხარებით აივსო თქვენი გული. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მოციქულებს აშკარად შეეშინდათ, უფალმა რაც უთხრა, რომ გაკრიან, დაგხოცავენ და დევნას დაგიწყებენ და უკვე თქვენ იმას კი აღარ მეკითხებით, რატომ მიდიხარ, სად მიდიხარ ჩვენგან, წუხარებამ აავსო თქვენი გული. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით. გიჯობთ რომ წავიდე, რადგან თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან უგეშინის მცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. რას პირდება უფალი? სულიწმინდას პირდება, რომ მე რომ წავალ, ხოლოდ მაშინ მოვა სულიწმინდა და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის. ცოდვისთვის, რადგან არ წამვარ მე, სიმართლისათვის, რადგან მე მამა ჩემთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ მე, განკითხვისათვის, რადგან ამ ქვეყნის თავარი უკვე განკითხულია. ნახეთ, და უფალი ამბობს, რომ როცა მოვა სულიწმინდა, სამ რამეში ამხილებს კაცობრიობას. სამ რამეში. პირველი რა არის, რაც ამბობს? ცოდვისთვის, რომ მათ არ იწამეს იესო ქრისტე. ეს არის პირველი და მთავარი ცოდვა, რომ ღმერთი განკაცდა და ადამიანებმა არ იწამეს მისი. მეორე, ისთვისო, ჭეშმარიტებისთვის, რადგანაც მე მამა ჩემთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ მე. და არის ჭეშმარიტება, რომ ქრისტე რომ არ ყოფილიყო ღვთისაგან მოსული და არ ყოფილიყო მართალი, ყდრეთით არ აღდგებოდა. რადგან ის იყო აბსოლუტურად უმანკო, უცოდველი და მართალი, ამიტომ აღდგა მყდრეთით და ეს აშკარა ჭეშმარიტებაა, ქრისტე ამბობს. აი ამ ჭეშმარიტებას ვინც უარყოფს, მისთვის აღარ არის გამოსყიდვა. და მესამე, სასჯელისათვის, რადგან ამ ქვეყნის მთავარი, ანუ ეშმაკი უკვე განკითხულია და უკვე დასჯილია ეშმაკი ამ ჩემი ჯვარცმით. ნახეთ, ებრაელთა მე-10 თავში პავლე ეუბნება ებრაელებს, რომ მას შემდეგ, ანუ პავლეს ეშინია, რომ ებრაელებმა ვინც იწამეს ქრისტე, შეიძლება ისე უარყონ იქ. და პავლე ეუბნება, რომ თხილად იყავითო. დაუშვებელია ეს, რომ ერთხელ იწამეთ ქრისტე და ისევ მიუბრუნდეთ ურწმუნოებას. და რას ეუბნება? რადგან თუ ჩვენ მას შემდეგ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების ცოდნა, კვლავ ცოდავთ ნეფსით, აღარ არჩევა მსხვერპლი ცოდვისათვის, არამედ რაღაც საშინელი მოლოდინი მსჯავრისა და ძინვარება ცეცხლისა, ტერთა სასანთლებლად გამზადებული, საშინელია ჩავარდნა ცოცხალი ღმერთის ხელში. თუ ჩვენ ახლა ებრაელებს ეუბნება, კვლავ უარყოფთ თქვენ ქრისტეს ჯვარცმას და მის სისხლს, მსხვერპლი აღარ გაქვთ სხვა არაფერი, რომელიც გიშვერით. ნახეთ, რას ეუბნება. ამაზე დიდი მსხვერპლი შეუძლებელია იყოს სხვა რამ. ეს არის ჭეშმარიტება და სიმართლე. და თუ ამას უარყოფთ, გამოსყიდვა აღარ არსებობს. აი დღეს მაგალითად ებრაელებს მსხვერპლიც კი აღარ აქვს. აი რომ თქვა, რომ ქრისტეს მსხვერპლი არ გვინდა, მაგრამ ტაძარში შევწირა მსხვერპლსო, ისიც კი არ შეუძლია. ტაძარი აღარ არსებობს. ეს ტაძარი ხომ აღარ არსებობს იერუსალიმში. პავლე ამაზე აფრთხილებდა მათ, რომ თუ თქვენ ქრისტეს მსხვერპლს უარყოფთ, მსხვერპლი არ გექნებათ მეტი სხვა, რომელიც გამოგისყიდით ცოდვისაგან. ამას ამბობს, რომ სულიწმინდა აი ამ სამ რამეში ამხილებს ადამიანებს. ხოლო როდესაც მოვა ჭეშმარიტების სული, წაგიძღვება თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ, ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენ სიტყვის და მომავალს გაუწყებთ თქვენ. ის მადიდებს მე, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
ყველაფერი რაც აქვს მამას, ჩემია, ამიტომაც თქვი, რომ ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. აქ არის უფალი აქ ლაპარაკობს იმაზე, რომ მამა, ძე და სულიწმინდა თანაარსია. ერთი ღმერთი, რომელსაც აქვს ერთი ნება და ერთი განზრახვა ადამიანების გადარჩენას. და ამბობს, რომ სულიწმინდა რომ მოვაო, რასაც იხილავს ღმერთთან, იმას მოგიტანო. ჩემგან მიიღებს და იმას გაუწყებთ თქვენო. გესმით? ან მე რასაც გელაპარაკებოდითო, იგივეს გეტყვით სულიწმინდაო. ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთო. მამას რაც აქვს, ყველაფერი ჩემიაო. ამბობს, ამიტომაც თქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. აი, იმ ღვთაებრივ ცოდნას, რასაც მამა გიცხადებდა ძველ ხმაში, რაც მე გითხარით, ახლა უკვე სულიწმინდა გაგიცხადებ თქვენ. და ნახეთ რა ამბობს, ის მადიდებს მე. აი რომ დავფიქრდეთ ჩვენ მამა ღმერთზეც უფრო მეტი ვიცით და ძე ღმერთზეც ბევრი ვიცით. სულიწმინდაზე, თვითონ სულიწმინდაზე სამების მეცხრე პირზე ცოტა ვიცით. რატომ? რატომ არის ასე? იმიტომ რომ სულიწმინდის მთავარი ნება რომ ადიდოს ძე ღმერთი. ის მადიდებს მე. სულიწმინდა მხოლოდ იმას ემსახურება რომ ჩვენ შეგვაცნობინოს ძე ღმერთი და მისი მსხვერპლი ჩვენი გამოხსნით. ამას ამბობს თვითონ იესო ქრისტე. ნახეთ და შემდეგ საინტერესო ადგილი მოდის მე-16 მუხლი. ცოტაც და ვეღარ მიხილავთ მე და კიდევ ცოტაც და მიხილავთ მე, ვინაიდან მამასთან მივა. ნახეთ, ცოტაც ვეღარ მიხილავთ, ცოტაც და ისევ მიხილავთ. ხოლო მისმა მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს, ამას რას გვეუბნება? ცოტაც და ვეღარ მიხილავთ მე, კიდევ ცოტაც და მიხილავთ და ვინაიდან მამასთან მივდივარ, ასე ამბობდნენ, ამას რას ამბობს? ცოტაც. არ ვიცით რას ამბობს, რას ნიშნავს ეს? და ბჭყალებში ზის ეს სიტყვა, აი ცოტაც რას ნიშნავს? როგორ უნდა ცოტაც რას ნიშნავს? ცოტაც და მიხილავთ მე, რას ნიშნავს? რამდენ დროს ნიშნავს ეს ცოტაც? რომ მე რამდენ დღეს აღდგა ქრისტე? მე 3 დღეს გულისხმობს. ცოტაც და ისევ მიხილა, რომ 3 დღეზეა ლაპარაკი, რომ მესამე დღეს უნდა აღდგეს და ესენი ამათ ვერ გაუგიათ. ამათ ჯერ ბოლომდე გააზრებული არა აქვს, რომ ის გვერდ უნდა აღდგეს და რას ამბობს ამას ეს ცოტაც, რას ნიშნავსო? და რატომ ასე ამბობდნენ? იმიტომ რომ მათთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო და მათ ჯერ კიდევ გააზრებული არ ჰქონდათ, რომ ის მესია, რომელიც ტანჯვისთვის მოვა, ყდრეთით უნდა აღდგეს. გესმით? ნახეთ, აი ძველ ხმაში, ბიბლიაში ყდართა აღდგომა ეს ებრაელებისთვის ცნობილი იყო. ბოლო დღეს, მათ იციან, ბოლო დღეს, სამყაროს სასასრულს ღმერთი მოვა და გამოცხადდება მათთან, მესიის დღე ქვია იმას, ბოლო დღეს. მათ იციან რომ ყდრები აღდგებიან. აი მაგალითად იობის წიგნშია ეს ნახსენები 19 თავში, იესაიასთან 26 თავშია ნახსენები. მაგალითად ეზეკიელის 27 თავშია, როცა გაიყვანს ღვთის სული გაიყვანს ეზეკიელს მინდორზე და ეზეკიელი ხედავს რომ ძვლებითაა მოფენილი სავსე მინდორი. და ღვთის სული ეკითხება ეზეკიელს, როგორ გონია აღდგებია, ნუ ეს ძვლებიო? და ეზეკიელმა არის ისწავლება რა შენ იცი უფალო მესაის და შეისხავს ეს ძვლები ხორცს და ძარღვს და სისხლს და კვლავ აღდგებიან. ასევე დანიელთან არის ნათლისმცემელი მეტყველები რომ აღდგებიან შენი მკვდრები. აი ეს იცოდნენ მათ ებრაელები. მაგრამ აი მესიის მესამე დღეს აღდგომა ეს არ ქონდათ გააზრებული და რატომ? იმიტომ რომ ისინი დიდებით მოსულ მესიას ელოდნენ და მათთვის მესიის სიკვდილით დაუშვებელი იყო და მით უმეტეს აღდგომა. იმიტომ რომ წინათავში ეუბნებიან მას რომ ჩვენ გაგვიგია რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა იყოს, ანუ მესია უკუნისამდე უნდა დარჩეს და შენ როგორ ამბობ რომ ამაღლდება ჯვარს ეცმის ძეკაცისაო. ნახეთ, ქრისტეს ქვია ახალ აღთქმაში პირმშო შესვენებული. პირმშო შესვენებული, ანუ პირველი მოსავალი ქვია. ეს არის კორინთელთა მიმართ ეპისტოლის მე-15 თავში. პირველი კორინთელთა მე-15 თავში არის რომ ქრისტეო, ნახეთ, ასე წერია რომ ქრისტე წერილის მიხედვით ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა. დაკრძალული იქნა და წერილის მიხედვით მესამე დღეს აღდგაო.
საწერია წერილში ეს. ხო საინტერესოა, აი პავლე ამბობს რომ წერილის მიხედვით მოკვდაო და მესამე დღეს აღდგაო. მინდა გავშენოთ რა სულ რამოდენიმე ადგილი მე ვიცი რომ შეიძლება დაიღალეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილებია. რომ მესია რომელიც მოვა ჩვენს გამოსახსნელად რომ უნდა მოკვდეს და აღდგეს საწერია ძველ აღთქმაში. აი ძალიან საინტერესოა ამის წოდება. ნახეთ, სულ დასაწყისში, როდესაც ერშმაკმა აწუნა ადამიანი, რას ეუბნება ღმერთი სატანას, რას ეუბნება? დრობას ჩამოვაგდებ შენ თესლსა და დედაკაცის თესლს შორის. რას ეუბნება? შენ ის თავს გაგიჭეჭყავსო, შენ კი ქუსლს უგესლავდე. ხო? ნახეთ, ებრაულში ასეა, ის თავს დაგიმსხრევსო და შენ ქუსლს დაუმსხრევო. ანუ ხედავთ სიმბოლიკა რა არის? გველს თავს რო დაუმსხრევ, ის ხო მკვდარია. ადამიანს ქუსლს რო დაუმსხრევ, შეიძლება ის არ არის მკვდარი, ხო? ის არ მოკვდება, ხო? ანუ აღდევს ის ინფორმაცია, რომ სატანის მეუფება საბოლოოდ მოკლავს, დაამარცხებს ის ხსნელი, მაგრამ თვითონაც დაიჭრება, მაგრამ არ მოკვდება. ის აღდგება მესამე დღეს. ხედავთ? უკვე ჯერ სულ პირველი წიგნის მესამე თავშია ეს ინფორმაცია. მაშინ ხო შეიძლება დაეწერა რომ შენ თავს დაუმსხრევ, შენ ის თავს დაგიმსხრევს და შენ თქვა გულს გაუგმირავს სიტყვაზე, ხო? გულის განგმერვა სხვა რამეა ვიდრე ქუსლის დამსხრევა. მაგრამ ქუსლის დამსხრევა იმიტოა ნათქვამი რომ ის არ მოკვდება, ის აღდგება მკვდრეთით. ნახეთ? ლევიანთა წიგშია კიდევ. ლევიანთა წიგში არის ესეთი ცნება მიცემული ღმერთისგან რომ როცა პირველი მოსავალი მოვა გაზაფხულზე, პირველი მოსავალი, პირველად რომ მომკით ძნას, პირველი ძნა უნდა მიიტანოთ შაბათის შემდეგ დღესო. შაბათის შემდეგი დღე რომელია? კვირა. რომელ დღესაც უფალი აღდგა. და ამ ძნას რომ მიიტანოთ ტაძარშიო, შეარხებთ როგორც პირველ მოსავალსო. რათა ქრისტეზე რა თქვით პავლეს ამბობს, ის არის პირველი მოსავალი მკვდრებისგანო. პირველი მოსავალი რომელიც მიწიდან აღდგა მკვდრებით იყო ქრისტე. და ძველ აღთქმაში წერია რომ პირველ მოსავალს კვირა დღეს მიიტან ტაძარში და შეარხევთ უფლის წინაშე. გადაითვალეთ, ხო, ფსალმუნთა წიგში მე-15 თავი. და თან აი მოსავალზე სანამ იგდავთ არ გამოგრჩეს, ნახეთ. ქრისტე როდის აცვეს ჯვარს? პარასკევს. ხო? და მესამე დღეს აღდგა, ხო? ან კვირას აღდგა. ეს არის რაც მე თქვენ ახლა წაგიკითხეთ ლევიანთა წიგნიდან ძნას მიიტანა შეარხევთო, ერთადერთი ადგილი ძველ აღთქმაში, სადაც ნაწილასამეთქოლებია რა, რომ მესამე დღეს უნდა აღდგეს ქრისტე მკვდრეთი. ერთადერთი ადგილი. ნახეთ, ესე ღვთის განგებით ისე მოხდა, რომ პარასკევს მოკვდა, პარასკევის შაბათი კვირა, როცა ძნა უნდა მიიტანა ტაძარში, რომ შეარხიონ როგორც პირველი მოსავალი მიწიდან, იმ დღეს მიწიდან საფლავიდან აღდგა ქრისტეს მკვდრეთით. ესეც წინასწარმეტყველებაა მის მკვდრეთით აღდგომაზე. მე-15 ფსალმუნში უფალი ამბობს. ქრისტე ამბობს, ეს არის მესიანური ფსალმუნი, როდესაც ქრისტე ამბობს. არ დატოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთში და არ დაუშვებ რომ შენი წმინდანი გაიხსნას. ხედავთ? სული და ხორცი. ღმერთს ეუბნება მესია, ქრისტე ეუბნება რომ არ დატოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთში და ჩემ ხორცს არ დატოვებ საფლავში რომ გაიხსნას. წინასწარმეტყველება მის აღდგომაზე და აი ამ მე-15 ფსალმუნით იწყებს პეტრე იერუსალიმში სულიწმინდა რომ გადმოვა მათზე 50 დღეს. აი ზუსტად ამ ფსალმუნით იწყებს ხადაგებას პეტრე რომ აი ეს რაც თქვენს მამებს ეუწყათ დავითისგან ის აღსრულდა რომ ქრისტეს სხეული საფლავში არ დარჩა და მისი სული არ დარჩა ჯოჯოხეთში. ასევე ნახეთ ოსია წინასწარმეტყველთან მე-6 თავშია ეს. ოსია ამბობს, წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვლიჯა და თავადვე გაკურნავს. მან დაგჭრა და თავადვე შევიხვევს ჭრილობებს. ის გაგვაცოცხლებს 2 დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე. ის გაგვაცოცხლებს 2 დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ, მაგრამ დიულად
მის წინაშე. ესეც აღდგომაზე არის წინასწარმეტყველება და აი ამ ადგილასაც ჩვენ წავიკითხეთ რომ არ ვიცით ეს ცოტაც და ვეღარ მიხილავთ, ცოტაც და მიხილავთ რა არის, რასამობს, იმიტომ რომ არიციან მათ, ჯერ გააზრებული არ აქვთ ის ქრისტეს აღდგომის წინასწარმეტყველება, რომელიც ჩვენ დღეს აი ასე კარგად გვესმის. ხედავთ? აი ჩვენ ხო ვამბობთ რომ სულიწმინდა მოვიდაო ჩვენთან. აი სულიწმინდა რომ მოვიდა, ზუსტად იმიტომ ჩვენ ასე კარგად გვესმის ეს წინასწარმეტყველება და ყველაფერს მთლიანობაში ვხედავთ რომ სულიწმინდამ გაგვიცხადა და აგვიხსნა რომ ეს ყველაფერი აღსრულდა ესე. და უფალი შემდეგ ამბობს რომ თქვენ აფრთხილებს კიდევ ერთხელ თქვენ იტირებთ, ივაგლახებთ, სოფელი ღიარული იქნება, თქვენ კი იტირებთ, მაგრამ თქვენი წუხილი სიხარულად შეიცვლება. და ადარებს როგორც ქალის მშობიარობას, რომ როგორც ქალი მშობიარობისას წუხს, ტკივა, ტირის, მაგრამ როცა დაიბადება, ბავშვი უკვე აღარ ახსოვს ის წუხარება ქალს, ასევე როცა ყდრეთით აღდგება ახალი ადამი, როგორც ახალდაბადებული, ის წუხარება არავის აღარ ემახსოვრება, აი ქრისტეს აღდგომის სიხარულით, როგორც ბავშვის დაბადებას ადარებს. იმიტომ ქვია ქრისტეს ახალი ადამი, ახალი ქმნილება. აი ქრისტემ ყდრეთით აღმდგარი არის ახალი ქმნილება, იმაზე უფრო დიდი ვიდრე ადამი იყო ედემის ბაღში უცოდველ მდგომარეობაში. ნახეთ? და იმ დღეს 23 ბუხლი, იმ დღეს, ანუ აღდგომის დღეზე ამბობს, იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რაცაც თხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით, ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული. აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი არ დაგელაპარაკებით, არამედ მამის ჩემისთვის გაცხადებულად გაუწყებთ თქვენ. ქრისტე ამბობს რომ აი იმ დღეს, როცა მე აღდგები მკვდრეთით, როცა თქვენი სიხარული იქნება და წუხარება შეიცვლება სიხარულით, უკვე იგავებისთვის იქა დრო აღარ იქნება. ყველაფერს პირდაპირ გეტყვით, რაც სათქმელი მაქვს მამა ჩემისგან. უკვე იმდენად უკვე განათლებული იქნება თქვენი გონება და ჩვენ ამას მართლაც ვხედავთ. ნახეთ, მოციქულთა საქმეში პირველ ასე იწყება მოციქულთა საქმე, რომ შეკრიბა ისინიო და 40 დღე ვნების შემდეგ 40 დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველისთვის ესაუბრებოდა მათ. ყდრეთის აღდგომის შემდეგ 40 დღე უფალი ისევ მის მოწაფეებთან იყო და ღმერთის სასუფეველის შესახებ ესაუბრებოდა მათ. ასევე ლუკას 24 თავში ჩვენ ხო ხედავთ რომ ემაუსში რომ მიდიან მისი ორი მოწაფე, რომ დაემგზავრება უფალი, ხომ გახსოვთ ეს მომენტი და რომ გაუხსნის გონებას, გაუხსნის გულს და იცნობენ რომ ეს არის უფალი და ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო. აი ამ დღეზე ეუბნება უფალი, რომ იმ დროს ყველაფერი გასაგები იქნება თქვენთვის და ასე მნიშვნელოვანი რა არის რომ მე აღარ დაგჭირდებით შუამავლად. პირდაპირ სთხოვეთ მამას და მოგცემთ თქვენ. აი თქვენ უკვე შვილები იქნებით ღმერთის. რადგან ჩემ აღდგომამ თქვენ შვილების მდგომარეობაში გადაგიყვანათ და მე ნუღაფერს ნუღარ მკითხავთ. პირდაპირ თქვენ სთხოვეთ მამას და მოგცემთ ყველაფერს, რასაც ითხოვთ. და იმ დღეს სთხოვთ ჩემი სახელით და არ გეუბნებით რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. რადგან თვით მამას უყვარხარ თქვენ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ რომ ღვთისაგან გამოვედი. ანუ მე კი აღარ ვთხოვ მამას თქვენ, თვითონ სთხოვთ მამას და მამას ისევე უყვარხარ თქვენ, როგორც მე უყვარვარ, როგორც მე შემიყვარა, ისევე უყვარებით თქვენ მამა ღმერთს, რადგან თქვენ მიწამეთ მე და იწამეთ რომ ღვთისაგან გამოვედი. აი თუ თქვენ ჩვენ მაგალითად უნდა დავხვდეთ ამაზე, აი გინდა შენ ღმერთს უყვარდე. აი რა არის გზა რომელია ის რომ მე ღმერთს უყვარდე. მისი ძე. რო? მისი ძე უნდა. რო უნდა გიყვარდეს მისი ძე. შენ მისი ძის მოსვლას თუ ირწმუნებ შენთვის, მამას შენ ისევე უყვარხარ მამა ღმერთს, როგორც მისი ძე უყვარს. ამაზე დიდი შეპირება ხომ არ არსებობს. წარმოიდგინეთ რომ მიუწვდომელ ღმერთს, ყოვლის მკვლობელ ღმერთს, რომელსაც ყველაფერი ხელში უყრია, რომლის სასუფეველში ჩვენ შესვლა გვინდა, ამბობს ქრისტე რომ თუ ჩემს მოსვლას ირწმუნებთ და ჩემს ჯვარცმას თქვენთვის,
მამას ისევე ეყარებით, როგორც მე უყვარვარ მამას. ამხელა განზომილებაა, ხო? ადამიანის და ღმერთის ურთიერთობას. და ამ დროს მოწაფეები ეუბნებიან, ისა მოწაფეებმა უთხრეს: ახლა კი ცხადა დამბო და აღარ იტყვი არაფერს იგავს. ახლა კი ვიცით რომ ყველაფერი იცი და არ გჭირდება რომ ვინმე მკითხოს, ამიტომაც გვწამს რომ ღვთისაგან გამოხვედი. ნახეთ, მოწაფეები ცოტა ბავშვურები გახდნენ ამ დროს და ბავშვმა რო იცის აი რაღაცას რთულს რო უხსნი ბავშვს და გაიგერო ეკითხები და რა გეგონება კი ვიცი კი გავიგე და შეხო მიცი რომ მას ბოლომდე ჯერ არ გაუგია, მაგრამ იმიტომ პასუხობს ასე რომ შენ გაგახაროს, რომ შენ იმედი აქვს, აი რომ შენი იმედი აქვს შენი რომ შენ კიდე შეიძლება აუხსნა მას და აი მოციქულებსაც დაახლოებით ესე მართებათ და ეუბნებიან ეხლა კი გვესმის, ეხლა კი მივხვდით ყველაფერს რასაც ამბობ და ვიცით ყველაფერს რას ამბობ და ქრისტემ იცის რომ ეს ასე არ არის. ქრისტემ იცის რომ ესენი დაიბნევიან, ესენი გაიფანტებიან, მიატოვებენ, უარყოფენ ათასი რაღაცა და ეუბნება მიუგო მათიესომ ახლა კი გწამთ, აჰა მოდი ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ მე, მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა. ნახეთ, აქ ცოტა შეცდომა ამ თარგმანში, ნახეთ, ძველ ქართულში და ორიგინალში ეს წერია, აჰა მოდი ჟამი რომ სათითაოდ გაიფანტებით თქვენ სახლებში, თქვენ ადგილას, ასე წერია. და მარტო დამტოვებთ მე. რას ნიშნავს იერუსალიმში არიან და თქვენ სახლებში გაიქცევით. სად გაიქცენ მოციქულები? გალილეაში. გალილეა რამში შორეზეა დაშორებული იერუსალიმიდან და ამქის ეუბნება, წინასწარ ეუბნება რომ ისე შეგეშინდება, ისე დაბკოლდებით რომ თქვენ სახლებში გაიქცევით და მართლაც ასე ხდება. როცა აღდგება ქრისტემ მკვდრეთით, რას ეუბნება მარიამ მაგდალინელს რომ უთხარი ჩემ ძმებს რომ გალილეაში შევხვდები მაგათო. ქრისტემ იცის რომ ისინი გალილეაში გაქცეულები არიან უკვე და იქ წავალ და იქ შევხვდები მათო. რაც უწინასწარ მეტყველა ისიც კი ახდა. მაგრამ ქრისტე ამბობს რომ მე არა ვარ მარტო, მამა ჩემთანაა მარადის, იმიტომ ის თანაარსია მამისა და მამა ღმერთი მასთან არის. ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში, ჭირი გექნებათ ქვეყანად, მაგრამ გამხნევდით მე ძლიე სოფელს. ჭირი გექნებათ, ძალიან მძიმე იქნება ეს დღეები თქვენთვის, მაგრამ გამხნევდით მე ძლიე სოფელს. სოფელს, რომელსაც ეშმაკი მართავს. სოფელს, რომელსაც ეშმაკი შთაგონებით მართავენ მისი მსახური ადამიანები. ხო, ჩვენ ხო წინა საუბარზე ვილაპარაკეთ, რომ ის ვინც ცხოვრობს თვალის სურვილით, ხორცის სურვილით, ამ არსებობის ამაოებით, ისინი არიან ეშმაკის გავლენის ქვეშ და ეს წითისუფელი მათ ხელშია. ხანდახან ადამიანი გაოგნებული ხარ, აი როგორ ბედავს ადამიანი, რომ მაგალითად ერთმა მეორეს ომი დაუწყოს. აი მე მიფიქრია ხოლმე ამას. აი წარმოიდგინე ახლა შენ ხარ ქვეყნის პრეზიდენტი, მაგალითად. და შენ ხელს აწერ რომ მეორე ქვეყანას დაესხა თავს და შენ იცი რომ იქ ათასობით ადამიანი მოკვდება. ხო? შენ ხო იცი ეს? აი რა ძალა გაკეთებინებ შენ ამას, რომ აი ამ ბოროტებაზე მიდიხარ. რა ძალა? ეშმაკი, მეტი არაფერი. ეშმაკის გავლენის ქვეშ არიან. როგორ შეიძლება აი მაგალითად ერთი ქვეყანა მეორეს უშენს 200 ბალისტიკურ რაკეტას ესვრის ერთ ღამეში, მაგალითად, ხო? აი რა ძალა გაკეთებინებ შენ ამას, რომ შენ იცი რომ იქ ბავშვები, ქალები, მშვიდობიანი ხალხი იხოცება, ის ძალა რომ ეშმაკის გავლენის ქვეშ არის წუთისოფელი. ამ ქვეყნის მთავარი არის ეშმაკი. მაგრამ უფალი ამბობს რომ მოგეშინიათ მე ძლიე სოფელს. ამ ბოროტებას, როგორც ძლია უფალმა ამ ბოროტებას, რომ ვერაფრით ვერ აცდუნა ამ წუთისოფელმა ის. ეშმაკის არც ერთმა თუნებამ ის ვერ აცდუნა, არც ერთი მცნება არ დაურღვევია რჯულიდან და ამიტომაც როგორც მართალი საფლავმა ვერ დაიტია ის. ჩვენ ხომ აი საგალობლებში ვგალობთ ხოლმე რომ საფლავმა ვერ დაგიტია. ოჯოხეთმა რომ დაგინახაო, შეძწუნდაო. ეგონა რომ კაცი ხარ და ღმერთი იხილაო, ხო? ნახეთ, იმიტომ რომ ის იმდენად მართალი იყო და ღვთაებრივი იყო, რომ საფლავში ვერ გაჩერდება, არ შეიძლებოდა მის საფლავში ყოფნა, ამიტომაც არც ხეული დარჩა საფლავში და სულით ჯოჯოხეთში შეუძლებელი იყო რომ დარჩენილიყო. აი იმიტომ რომ რადგან ის აღდგა მკვდრეთით, ნახეთ, ჩვენ ხო ვამბობთ რომ
ედემის ბაღში ჩვენ რა დავკარგეთ? მარადიული სიცოცხლე დავკარგეთ, ხო ედემის ბაღში. და მან პირველმა ადამიანმა დაიბრუნა მარადიული სიცოცხლე, ხომ ასე იყო? რადგან ის აღდგა მკვდრეთით, მარადიულად ცოცხლობს საუკუნოდ, ხომ? ხო ამბობს ეფესელთა მიმართ ეპისტოლე. ამიტომ აი ეს მარადიულობა რაც დავკარგეთ ედემის ბაღში, ქრისტეს აღდგომამ დაგვიბრუნა. ამიტომაც ამბობს აი ეს ადგილი ისე მინდა ამით დავასრულოთ, რომ აბსოლუტ წმინდა გამხილებს დღეს ყველა სამი რამისთვის, აი ურწმუნოებსაც და ჩვენ მორწმუნეებსაც გვახსენებს. სამი რამისთვის, ცოდვისთვის, რომ უპირველესი და უმძიმესი ცოდვაა განკაცებული ღმერთის უარყოფა და სული წმინდა ყველას ამხილებს ამ ცოდვაში, ყველას. მეორე, ჭეშმარიტებისთვის, რომ ჭეშმარიტებაა ის, რომ ქრისტეს ჯვარცმამ ჩვენ ღმერთთან შეგვარიგა, ჭა გადაგვიყვანა ღმერთის შვილების მდგომარეობა. ეს არის ჭეშმარიტება. ის რომ მართალი არ ყოფილიყო, საფლავიდან არ აღდგებოდა. ეს არის ჭეშმარიტება. ამას ვინც უარყოფს, ის უარყოფს ღმერთს. და მესამე, სასჯელისათვის გვამხილებს სული წმინდა, რომ დასჯილია ყველა ეშმაკის მსგავსად, ეშმაკი ხომ დაისაჯა მისი აღდგომით და დასჯილია ყველა და დაიჯება ყველა, ვინც მის ჯვარცმას და აღდგომას უარყოფს. აი ამ სამ რამეში აშკარად გვასწავლის და გვამხილებს სული წმინდა. ეს არის მეტოქცმეტ თავი შინაარსი, მე ვიცი, აი მე საუბარზე გეუბნებით ხოლმე და ახალს გამი და გამიმეორო, აი იმდენი ციტატები მოვიყვანეთ დღეს, რომ მე ვიცი რომ დაგაღალეთ, ხოლმე ხანდახან რო გიყურებთ ხოლმე, ხვდები რომ აი თქოს ეს არ არის ეს მე მესმის რომ დამღლელია, მაგრამ აი ამ დაღლაში ჩვენი სული იწრთობა, გესმით? ეს ყველაფერი რჩება ჩვენში და შემდეგ ამოვაისებ და გაგვახსენდება. აი წინა საუბარზე რა თქვი ჩვენ? სული წმინდა მოგვაგონებს ყველაფერს, რაც ჩვენ დღეს წავიკითხეთ. ყველაფერს მოგვაგონებს. აი მაგალითად, თქვენ რომ დარწმუნდებით, თქვენ რომ მაგალითად ეჭვიანი კითხვა დაგესმება, მოგივათ როდისმე. მართლაც ღმერთია იესო ქრისტე? აი მოგივიდათ ეს ეჭვიანი კითხვა. ხო შეიძლება მოხდეს, ხო? აი მართლაც ღმერთია იესო ქრისტე. აი როგორ დავწმუნდეთ? აი მაგალითად ზაქარიას მეორე თავი დაგარწმუნებთ მაგაში. აი რატო წერს ზაქარია წინასწარმეტყველი ამას? იუდაიზმში როცა ერთ ღმერთს ცნობდნენ ჯერ, რატომ ამბობს ზაქარია წინასწარმეტყველი მის მეორე თავში, რომ ჩემი დიდების შემდეგო საბაოთ უფალი მიმავლენსო ხალხთანო, ანუ ვისთან? ისრაელთანო, ხო? გესმით? ანუ საბაოთ უფალი რას ნიშნავს, რო ვიცოდეთ, აი ბზობას რომ გავუხო წმინდა უფალო საბაოთ, რა არის საბაოთ? ცვაოთ, ეს არის ებრაული სიტყვა ნიშნავს ზეციური მხედრობის მეუფე. ანუ ზეციური მხედრობა რა არის? ანგელოზები, ხო? ანგელოზთა ლეგიონების მეუფე არის საბაოთ უფალი, აი ცვაოთ, ამას ნიშნავს. არის ანგელოზთა მხედრობის მეუფე. აი ანგელოზთა მხედრობის მეუფე ამბობს, რომ ჩემი დიდებს, დიდობა ხო ქონდა ქრისტეს მამასთან. დიდების შემდეგო გამგზავნისო ისრაელთან. რომ ისრაელსო ჩაგრავენო, ავიწროვებენო და იცოდნენ იმ ისრაელის მტრებმაო, რომ ისრაელის ხელის შემხებარე თვალის გუგას ეხებაო მისასო. გესმით? აი დღესაც უნდა ახსოვდეს იმათ, ვინც ისრაელის განადგურება ვისაც უნდა. და როცა მივალო იქაო ისრაელის დასაცავათო, ამბობს საბაოთ უფალი. იმათო დავამარცხებ და მათი ყმების მონებად იქცევიანო ისინიო და მიხვდებიანო რომ საბაოთ უფალმა მომავლინაო. გესმით? ანუ საბაოთ უფალი ამბობს რომ მიხვდებიან რომ მე გამომგზავნა საბაოთ უფალმა. ორი ჩანს, გესმით? ორი უფალი ჩანს და აი რატომ წერს ზაქარია თუ არა ღმერთისგან გამოცხადებით ამას, რაც ჩვენთან უკვე აშკარად ნათელია რომ მამა ღმერთმა ძე ღმერთი მოგამოგზავნა ისრაელს და მისი მეშვეობით მთელ მსოფლიოს, ხო? აი ესეთი რამეები ამიტომ მნიშვნელოვანია, ამიტომაც გადაგტვირთეთ და გადაგღალეთ, რომ მე სული წმინდა მოგაგონებთ ამ ყოველივეს და გამტკიცდებით თქვენს წმენაში და ვერავინ ვეღარ წაგართმევთ ამ რწმენას და თუ მართლა იწამებთ რომ ქრისტე არის ძე ღმერთი ჩვენთვის ჯვარცმული და აღმდგარი მკვდრეთით მამას ეყარებით როგორც მამა ღმერთს უყარს ძე ღმერთი. აი ეს არის ამით დავასრულოთ მე მგონი თუ ამ ეს კითხვა აქვს ვინმე შეგვიძლია გავცეთ პასუხი.
არა. მეგონი ისე დაიღალეთ, რომ ადგომაც აღარ გიჭირდა.